ხშირად მეკითხებიან, რას ნიშნავს ევროვიზია. კომიტეტში, რომელსაც ევროპის მაუწყებელთა კავშირი მართავს, სადაც 52 ქვეყნის 100 მაუწყებელია გაერთიანებული, ძალიან ხშირად ესეთ მარტივი შეკითხვა ისმევა, რომ რას ემსახურება ევროვიზია. ეს არ არის სატელევიზიო შოუ. ეს არ არის მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი. ეს არ არის მხოლოდ სიმღერის კონკურსი. და ყველა თანხმდება, რომ ეს არის ქვეყნების კულტურის წარმოჩენის საუკეთესო საშუალება. ჩვენ უკვე რეკორდი გვაქვს მოხსნილი და საქართველოს 4-ჯერ გაიმარჯვა საბავშვო ევროვიზიაზე. მოდი ესე ვთქვათ, თავისივე ფრაზით, ბებერი ევროპისთვის, ბებერი ევროვიზია არის ყველაზე მნიშვნელოვანი საოჯახო შოუ. და წარმოიდგინეთ, ჩვენ ამ პერსპექტივით ვართ ამ ევროპული საოჯახო შოუს მასპინძელი და ვართ უკვე მეორეჯერ მასპინძელი. ძალიან დიდი ბენეფიტია, როდესაც ესეთი ახალგაზრდები ყავს, რომლებიც უკვე მეოთხედ იგებენ ევროვიზიას და უკვე მეორედ გიწევს, რომ მინიმუმ უმასპინძლო ამდენ ევროპულ ქვეყანას და მთელი მსოფლიოს მუსიკალური ცენტრი გახდე, იმიტომ რომ ეს კონკურსი ყველამ კარგად ვიცით, რომ გადაიცემა ყველა ევროპულ ქვეყანაში პრაქტიკულად და ტურიზმი ჩართულია, ეკონომიკა ჩართულია, ყველანი თვითონ დარგია ჩართული სარენგით და ყველა კომპანიები, ბევრი კომპანია ამაში ჩართული და ბევრი ქართველია მათ შორის დასაქმებული. გარდა იმისა, რომ გამოცდილებას ვიღებთ, გარდა იმისა, რომ ამხელა პროექტს რო წევ, ესე იგი ანგარიშგასაწევი ხარ ამ სფეროში, გარდა ამისა, ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა იმისთვის, რომ შენი კულტურა გაიტანო, შენი ქვეყანა წარმოაჩინო. ტანვარჯიშის არენა იდეალურად მოერგო იმ მაღალ სტანდარტებს, რომელიც მასშტაბური შოუს შესაქმნელად არის აუცილებელი. მისი სიმაღლე და ტექნიკური შესაძლებლობები სრულად პასუხობს ჩვენს მოთხოვნებს. წელს ევროვიზიის მთავარი კონცეფცია ოცნება და ზღაპრის მაგიურობაა. კონკურსანტები გიგანტური კარიბჭედან შემოვლენ. მოვამზადეთ სცენა, სადაც 18 მონაწილე საკუთარ ზღაპარს გააცოცხლებს. ხშირად მიწევს ბოლო პერიოდი გამოყენება სიტყვა უპრეცედენტო, მაგრამ მიახლოებით იქვთ. 52 მეტრი არის სცენის განი, რაც საკმაოდ დიდია. მსოფლიო მასშტაბით და სტანდარტით ითვლება უდიდესი სცენა ზომა ეს. სიმაღლე იდეალურად ჩავეტიეთ ამ დარბაზში, სადაც ვართ. ამაზე მეტი აქ განართული იქნებოდა. რაოდენობრივად არის 900-ზე მეტი განათების მოწყობილობა გამოყენებული, 600-ზე მეტი კვადრატული მეტრი LED ეკრანი არის. რთული, უდიდესი პროექტი, პირველად ესეთი მასშტაბის საბავშვო ევროვიზია არ გაკეთებულა და რა თქმა უნდა საქართველოში უნდა გაკეთებულიყო პირველად. ჩვენთან ერთად მუშაობენ 30-ზე მეტი ქართული და 14 საერთაშორისო კომპანია და ყველას ერთიანი მიზანი გვამოძრავებს, რომ შოუ, რომელსაც მაყურებელი იხილავს, აქ მაყოფილებდეს არამედ ევროვიზიის სტანდარტებს, არამედ იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ევროვიზია, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. 18 ქვეყანა და მე-15 ნომრად საქართველო. წარმოვიდგენლად მიგვაჩნდა, რომ ყოფილიყო ევროვიზიის გახსნა საქართველოში მრავალხმიანი სიმღერის გარეშე. თავარი მესიჯის ზღაპარი არის, რომლის გარეშეც მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა დიდებისთვისაც. მთელი ფაბულა ავაწყოთ ზღაპარზე. უცებ მოვიდა სალამურას გმირი. იქვე მოვიდა სიმღერა ჩემო ციცინათელაც.
ევროვიზიას თვითონ ეს დასაწყისშივე ზღაპრის იდეაზე და როდესაც გახსნითი ნაწილის კონცეფცია და დადგმა მიუტანეთ, თავად ძალიან მოეწონათ, იმიტომ რომ ესეთი არ ქონია. რადგან საქართველოში ტარდებოდა საქართველოს თავისთავად ზღაპრული. მაგის მიხედვით ავაწყეთ უკვე ქართული თემატიკით სცენის კონცეფციაც, ტერასები, ჩვენ ესე ვეძახით, ტერასები, სადაც LED ეკრანები განთავსდება, არის ქართული კოშკების, შატილის, სვანეთის ომაჟი და ასევე ცენტრალური სცენა, რომელიც ქვევით არის დოლის ფორმით, რომელსაც ქართულ მუსიკაში მთავარი როლი აქვს, ხო, ერთ-ერთი. როცა განიშნებ დანარჩენების შემოტრიალდით მარცხნიდან. ჭაბუკიანის სკოლასთან ერთად ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად აი ზღაპრული ამბავი გადმოვიტანოთ პლასტიკაში. შესაბამისად, გახსნა, რომელიც ყოველთვის ყველაზე პომპეზურია ხოლმე და ძირითად სათქმელს შეიძლება ამბობდეს მთელი ღონისძიების, შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, რომ იქ რანინელები იქნებიან, იქ ქართული ხალხური სიმღერის მომღერლები იქნებიან, ბალერინები იქნებიან, ანუ ყველა აი ნაზავი ვცდილობთ გავაკეთოთ, ნაზავისგან გავაკეთოთ და შევქმნათ ის ხასიათი, რომელიც ძალიან მოუხდება საბავშვო ევროვიზიას. მე ვმუშაობ კოსტიუმებზე, გახსნის ცერემონია, ეს არის ბზიკების კადრი, ეს არის კენდი, ბოლოში common song-ი, ეხლა გვაქვს ვაზომებთ, უკვე ბოლო შტრიხები გვაქვს ფაქტიურად. აუცილებელია სრული თანხმედრა სიმღერას, მუსიკას, განათებასა და სცენის კონცეფციას შორის. სწორედ ამ ელემენტების ერთობლიობა ქმნის ნომრის ეფექტს. თითოეული ქვეყნის დელეგაციასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, იგეგმება ნომრის სფერები, განათება. დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ კომუნიკაციას იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც კონკურსის სამზადისში არიან ჩართული. ჩვენ მხოლოდ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს არ ვატარებთ. დარწმუნებული ვარ, ამ სტანდარტების შემდეგ კონცერტებისა და ლაივ შოუების სფერო მთლიანად შეიცვლება. საბავშვო ევროვიზიას აქვს წესი, რომ 19 ქვეყანაზე მეტი არ შეიძლება რომ მონაწილეობდეს. პირველი, იმიტომ რომ ეს არის ბავშვთა უსაფრთხოება. მეორე ის, რომ ბავშვებისთვის შეიქმნას გარემო, რომელიც ასე ვთქვათ, მასშტაბურად იქნება პატარა, მაგრამ საზეიმო გაწყობა იქნება ყველაზე მაღალი და ევროპის მაუწყებელთა კავშირი ყველა დელეგატ ქვეყანასთან ერთად, ასე ვთქვათ, შეთანხმებული წესი აქვს, რომ ყველაფერი კეთდება არა გამარჯვებისთვის ან კონკურსისთვის, არამედ ბავშვების ბედნიერებისთვის და ეს მათი ბედნიერება გადაეცემა ტელემაყურებელსაც. მასშტაბია ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლების პირდაპირ ეთერი ეთმობა საუკეთესო დროს პრაიმ ტაიმში აი ამ საბავშვო ფესტივალს და ერთდროულად ამდენი ქვეყანა გადასცემს, სადაც მილიონობით მაყურებელი ერთიანდება ეკრანის წინ. რამდენიმე კვირაა ჩამოვედით. დეტალურად დავგეგმეთ კამერების განლაგება. არც ერთი კადრის შემთხვევითი არ არის. ყველაფერი წინასწარ გათვლილი და გაწერილია. ოპერატორებს ექნებათ პლანშეტები, რომლითაც თვალს მიადევნებენ რა კადრი რის შემდეგ მოდის. უამრავ რეპეტიციას გავდივართ, რომ ყველაფერი იდეალური იყოს. აქ არის 18 ოთახი 18 ქვეყნისთვის. ეს თითო ქვეყანას თითო ოთახი აქვს და სწორედ აი ამ ოთახებში ხდება და აი ამ ლაუნჯში, რაც ამ ტერიტორიაზე ხედავთ, დელეგაციების და სხვადასხვა ქვეყნების მომზადება. გარეთ ტერიტორიაზე მოეწყობა ეგრეთ წოდებული TV compound-ი ქვია, ამას სადაც განთავსდებიან სატელევიზიო მანქანები და სწორედ აქედან მოხდება უკვე სიგნალის აწევა, ტრანსლირება და ზუსტად ის 18 ქვეყანა უკვე აი აქედან მიიღებს სიგნალს, რომ ამ სხვადასხვა ქვეყნებში უყურონ ზუსტად ამ კონკურსს თბილისიდან.
არც ისე ხშირად არის, როდესაც 18 ქვეყანაა საბავშვო ევროვიზიის მონაწილე და ძალიან ამაყი ვიყავი ის, რომ ჩვენ შევძელით ამ პასუხისგებლობის აღება როგორც ქვეყანამ და ეს შოუ ჩამოვიდა საქართველოში, ასევე მოთხოვნა იყო 18 ქვეყნის, ანუ ლიმიტამდე მივედით, ამაზე მეტი უფლება არც გვაქვს, რომ ვუმასპინძლოთ. როგორც მასპინძელი მაუწყებელი, მაინც ყველაზე მეტად გხიბლავს ის, რომ გჯერა, რომ სატელევიზიო შოუ იქნება აბსოლუტურად დაუვიწყარი, რადგან მასშტაბები გაცდა იმ რაღაც მოთხოვნებს, რომელიც ძალიან მაღალი იყო, მაგრამ ჩვენ რაღაცა ცოტა კიდე უფრო გადავაჭარბეთ ამ სტანდარტს და ძალიან მიხარია ჩვენი ქვეყნის სახელით.